გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახვალ ზალკასრელიშვილი, ბატონო დიდი მადლობა რომ მონახედრო და მოხვედით გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად და ეს როგორი სიტუაცია შეიქმნა გარშემო მეგობარი აქტის მიღება უცებ შეჩერდა თუ გაურკვეველი ვადით გადაიდო ტრამპი გაემგზავრა დასასვენებლად ამ დროს თურქეთს გამოუყო ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს აზერბაიჯანული მედია მეგუშინაც ვახსენეს ინფორმაცია კრედიტი ზანგეზურის დერეფნისთვის რომლის ბედი გაურკვეველი 2.4 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობით განვითარების ისლამური ბანკისგან რომელიც ლონდონში არის განთავსებული ასევე ფაშინიანმა თითქოს ჯერ ტრამპმა თქვა რომ კარგი იქნება თუ ზანგეზურის დერეფანს გადმოგცემთო 100 წლით ამერიკულ კერძო კომპანიას უფრო ზუსტად და შემდეგ ესპანურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია რომ თითქოს საიდუმლო მემორანდუმი გაფორმდა ვაშინგტონს, ბაქოსა და ერევანს შორის, რაც გულისხმობს სამხედრო კომპანიის შესვლას ზანგეზურის დერეფანში 1000 კაციანი სამხედრო კონტინგენტით, რომელსაც ექნება იარაღის გამოყენების უფლება. მე არ ვიცი ხა ეს რამდენად მართლაც არის სწორი ინფორმაცია და ზუსტი, ვინაიდან მაინც მგონია რომ ეს ოპერატიული მუშაობის შედეგია და ვრცელდება ამ ტიპის ინფორმაცია, იმიტომ რომ ალბათ ჯერ ერთი შემზადდეს საზოგადოებრივი აზრი და მეორე მოისინჯოს რეაქციები. ჯერჯერობით რეაქციები არ არის არც რუსეთის მხრიდან, არც ირანის მხრიდან, გასაგებია მათ სადაზვერვო სამსახურები ფლობენ უფრო მეტ ინფორმაციას ვიდრე ჩვენ და მართლაც აიღო რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს და მართლაც ემსახურება თუ არა წითელი ნაჭრის როლს თუ ფუნქციას, იმიტომ რომ რაღაცნაირად რუსეთი და ირანი შემოიტყუან სამხრეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების დასაწყებად თუ რა პროცესები ვითარდება ხომ მხოლოდ კბილს უსინჯავენ მხარეები ერთმანეთს? მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება. ჩვენ ამ თემებზე თქვენთან ნალაპარაკები ვართ ირანზე, ვამბობდით მე რომ ირანის მერე იქნება კავკასია და ამის წინა გადაცემაში ვთქვით რომ იქნება ჩრდილო კავკასია და ტროლბოტებმა აგვიკლეს რა, რებს ფანტაზიურობთ. ხო და ნახეთ 2-3 დღის წინ რა ჩრდილო კავკასიაზე მასიური შეტევა. დაღესტანი, ჩრდილო ოსეთი და ჩეჩნეთი მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად დაიბომბა სამივე ერთად. მიზანმიმართულად უფრო ეს იყო разведка боем რო ქვია რა. მარშრუტები დათვალეს, სიმაღლე ნახეს, სად შეიძლებოდა აი საწინააღმდეგო სისტემების შორის კორიდორების გავლება. ხა რაც შეეხება ზანგეზურს. ეს ამერიკული კომპანია აიღებს მართლობაში, მაგ მონაკვეთს აუცილებლად თანხაც გამოყოფილია, შეთანხმებაც მიღწეულია. мотивация ის არის რომ სწორედაც რომ რუსეთმა და ირანმა დაუშვათ სამომავლოდ რაღაცა პოლიტიკური ინტრიგების თუ სხვა სპეცსამსახურების წაქეზებით ეს პროცესი, ეს ზანგეზურის კორიდორი არ გამოიყენოს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დასაძაბად. ანუ პოზიციების შესადარჩუნებლად. ამ აქტით რუსეთი ჩრდილო-სამხრეთის მაგისტრალსაც ექმნება სერიოზული საფრთხე. თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადმინისტრაცია, ამერიკის შეერთებული შტატების ეს ადმინისტრაცია წინააღმდეგი არ იქნება. მაქსიმალურად რის წინააღმდეგი? აი ამ ჩრდილო-სამხრეთის მაგისტრალის. თუ დააკვირდებით, ყველა სატელეფონო საუბრის წინ, ან ყველა შეხვედრის წინ, ან ყველა რაღაცა სერიოზული ღონისძიების წინ ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს პოზიტიური მესეჯები გაუგზავნოს რუსეთს და დაამთავრე ომი, ქვეტექს ვამბობ რა, დაამთავრე ომი და ამჯერად დავილაპარაკოთ. ამაზეა ლაპარაკი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რას თავაზობს სანაცვლოდ, რატო უნდა დაამთავროს. ეხლა ზოგადად თუ რატო უნდა დაამთავროს, იქ სამხედრო ჩვენთან ნაკლებად შუქდება. მე მესმის რომ უკრაინელები თქვათ დრონებით შეტევებს ახორციელებენ, უტევენ რუსეთის ტერიტორიას, მაგრამ ეს ხო არ ამსუბუქებს უკრაინაში მიმდინარე
არაფრად და ეს ბუნებრივიც არის ის მოწინააღმდეგეს მტერს მიაყენოს ზიანი ეს ბუნებრივია მაგრამ ის ვერ ცვლის რეალურ ვითარებას ფრონტზე არა მართალს სამდო რატო უნდა გაჩერდეს რუსეთი ხო ყურეთ საქმე როგორ არის ეხლა პოლიტიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც ორივე ქვეყანამ ამოწურა რესურსები გარდამავალი უპირატესობით მიდის პოზიციური ბრძოლები. ანუ აღარც ერთ მხარეს აქვს. არც რუსეთს აღარ აქვს იმის ძალა და რესურსი, რომ უფრო მეტი ტერიტორიები დაიპყროს და აღარც უკრაინას აქვს იმისი ძალა, რომ დაუშვათ კონტრშეტევით გაყაროს. ხო და ამას ქვია, ესე იგი ხორცაკები მანქანა სამწუხაროდ ამიტომ ეუბნებიან რომ და ესე იგი დაპყრობილი ტერიტორიები არ აღიარებენ მაგრამ დაგრჩება ხო მაგრამ ყველაფერს სხვაზე ფიქს თავი უნდა დაანება ხა და ფიქრობს კი სხვაზე ჩვენ ადრე ვამბობდით და ეხლაც ვამბობთ რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მაგრამ იბრძოლებს ბოლო აზრამდე. სხვა არა აქვს იმითო აი სულ ყველას ვეკითხები ხოლმე თქვენც კითხავთ და რას ნიშნავს ვერ მოიგებს? რას აი გულისხმება უკრაინის გამარჯვებაში და რა იგულისხმება რუსეთის გამარჯვებაში და რა იგულისხმება უკრაინის გამარჯვებაზე არ არის ლაპარაკი. არა მე მაინტერესებს კითხვა. კი ბატონო. მაგაზე თავიდანვე იყო ლაპარაკი, როცა ომი დაიწყო. უკრაინა გაიმარჯვებს თუ რუსეთი. გამარჯვება არის, როცა დედაქალაქს აიღებ და დროშას ააფრიალებ. ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. ეხლა ისეთი ვითარებაა, რომ დაპყრობილ ტერიტორიებზეც კი ვერ მოახერხა რუსეთმა ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და მართვა. გაპარტახებულია, დაანგრეულია, გაუბედურებულია, მაგრამ ხალხი არ ცხოვრობს. ხო და ალბათ ძალიან დიდი დრო დაჭირდება და ბევრი თანხები აღდგენისთვის. ასე რომ გადმოინაცვლა პროცესებმა კავკასიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ კავკასიაში პროცესები ის პარალელურად დაიწყებოდა ყირიმთან. ყირიმის თემა და ეს ყირიმის თემაც, როგორც ჩანს, ძალიან მალე გახდება აქტუალური. მას შემდეგ, რაც გავა 45 დღე და 50 დღე რომ მისცა, ხო? 44 დღე დარჩა მე. ხო, მე ასე არ ვთვლი ზუსტად, ნუ 40-ზე მეტი და 50-ზე ნაკლები დარჩა. ეს არისო ესეთი მეგობრული შეთავაზება, ეს ულტიმატუმის ენა იყო. ამის გარდა ირანს დაუთქვეს ვადა და ნუ ევროპელებმა კი საქართველოს 31 აგვისტომდე. ჩვენ რაღაც ძალიან ისეთი იმაში ვართ, არა მარაკაში გარეული. გვინდა თუ არ გვინდა ეგრეა რა. როდის არ ვიყავით? ხო, მაგრამ ცოტა. როდის არ ვიყავით ცენტრში იმპერიების დაპირისპირების? აი როდის? არა, ყოველთვის, მაგრამ რაღაცა მეღიმება ხოლმე განა, იმიტომ რომ მე ძალიან ისეთი მაღალი წარმოდგენის ვარ ჩემთვის და თვითშეფასებასთან სამყაროს ჭიპი მქონია ჩემი ქვეყანა და ჩემი ეთნოსი. მაგრამ რაღაცა ხანდახან მეღიმება ხოლმე, რაღაც ულტიმატუმები. ყოველ შემთხვევაში ისტორიას თუ გადაავლო თვალი, ესეა საქართველოზე, ესე იგი, ყველა იმპერიის ინტერესების გადაკვეთის ადგილი იყო კავკასია და შესაბამისად საქართველო. ამდენად ამას უნდა შევეჩვიოთ, თუმცა ეს 31 აგვისტოს ვადა ჩვენ რაც მოგწეს, ბევრად არის დამოკიდებული იმ 50 დღეზე და ირანზე. ხა რაც შეეხება ირანს. მაინც უძველესი სპარსული დიპლომატიის და კულტურის ქვეყანა. როგორც კი ეს ულტიმატუმი წაუყენეს ამერიკელებმა, სხვათა შორის ძალიან დელიკატურად. აიათოლა ხამეინის შვილი რომელიც მემკვიდრე უნდა იყოს მამამისის. გამოვიდა და ესეთ განცხადება გააკეთა. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგები, რომ საერო მმართველობა იყოს ირანში. ანუ მამამისი რომ ფიზიკურად არ გაანადგურეს, იმიტომ რომ უკურნებელი სენიჭირს და ჩაითვალა. მაინც რელიგიური ომი იქნებოდა, ეს არ მგონია ხა ესეთი ჰუმანურები იყვნენ.
არა, გასაგები რელიგიური ომის გარდა პროდასავლური ირანელებიც კი აუჯანყდებოდნენ. მაგას ვამბობ, ხო, იმიტომ რომ სავსებით ბუნებრივი მოვლენაა, ისეთი თემაა. გარედანთა თუ გახსოვთ, სადამ ხუსეინი ხო არავის არ უყვარდა შიგნით. და ეს ჩამოხრჩობის სცენა რო გავიდა, იქ ამ გადაუტრიალდა სიტუაცია. გადაფსეც ეგრე მოხდა. გადაფსეც ასე. ადამიანის ფსიქიკა ესეა მოწყობილი და მით უმეტეს როცა ეხება შენ ფუნდამენტურ იმას რელიგიას და როცა ეხება შენ იდენტობას. ეგენი ხო ისლამის გარეშე რა თქმა უნდა ვერ წარმოუდგენია. ანუ ირანთან შეიძლება ითქვას, რომ თამამად შეიძლება უკვე ითქვას, რომ ირანთან ვითარება აქვს გარკვეული. ესე იგი ირანი მზად არის საერო მართლობა იყოს, შვილი გადაიბარებს, როგორ გითხრა ხა ვერ შევადარებ მართლმადიდებლურ სისტემას, მაგრამ როგორც პატრიარქი უხეშ შედარება. არა, პატრიარქი თანამოსაყრეს ირჩევს შვილს. არა, ესე იქნება იქ, საერო მართლობა იქნება, ანუ რელიგიური საბჭო აღარ იქნება, აღარ მართავს ქვეყანას. იქნება ესე იგი წამყვანი ძალა რელიგია, იქნება საერო მართლობა და ჩვენ პლუს კიდევ ვარაუდობთ, რომ გარდამავალი პერიოდი იქნება ცოტა ხნის შემდეგ და აუცილებლად კონსტიტუციური მონარქიის მოდელზე გადავლენ. აუცილებლად ზედგამოჭრილია ისე აზიური ქვეყნებისთვის კონსტიტუციური მონარქია. ამდენად ეს პროცესები ყველაფერი დაკავშირებული არის ზანგეზურის კორიდორთან, რომლითაც იქმნება ალტერნატიული გზა ევროპასა და აზიას შორის. ეხლა ის შიშები რო დაუშვა ზანგეზური რო გაიხსნება საქართველოს ფუნქციას დაკარგავს არის გაბორიცხული. იმიტომ რომ ტვირთების რაოდენობა ისე გაიზრდება რომ ზანგეზურის კორიდორი რო არ იყოს შეიძლება ვერ გაკაჩოს ჩვენმა. ხოდეშ მე ამაზე ყოველთვის წერდი და ვსვამდი კითხვას. ინფრასტრუქტურა აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ჩვენი არის თუ არა მზად და რა რაოდენობის ტვირთები მე მესმის თქვა ანაკლის პორტის ტვირთბრუნვა რა იქ იქამდე ხომ და მიიტანო თუ ყოფნის ეს არ ყოფნის მაგას ვამბობ არ ყოფნის ეს ერთი მეორე სანამ ანაკლის პორტი აშენდება და სანამ დამატებით რკინიგზის ხაზები გავადა სანამ ავტობანები ბოლომდე დაიტვირთება დრო უნდა ამას რა ანუ იმის საფრთხე რომ ზანგეზურის კორიდორი რომ გაიხსნება საქართველოს ფუნქციას დაკარგავს არის გაბორიცხული, მაგრამ თუ მაინდა-მაინც ვინმე მოინდომა, რომ საქართველოს მიმართულებით ენერგომატარებლები შუა აზიიდან მომავალი, ან ჩინეთიდან მომავალი გადაკეტოს, საქართველოს აქვს ამასთან ვისაუბრე და ვერ გაიგო. ჩემი ბრალიც არის რაღაცებს ვერ ვამბობ, იმიტომ რომ არ შეიძლება, როგორც არ იჭმევა ყველაფერი, ისე არ ითქმევა, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად ყველასთვის გასაგებენაზე ვილაპარაკო და ახლა გავხსნით კარტებს. საქართველოს ნავთობის მარაგიც აქვს, გაზის მარაგიც აქვს, ოქროც აქვს, დარიშხანიც აქვს და კიდევ მიწისზედა და რესურსზე ლაპარაკიზე. მაგრამ ამ საბადოების გახსნა მოითხოვს საერთაშორისო თანხმობას. მაგას არც ეგ არ არის პრობლემა. სულ 5 ოპერატორია მსოფლიოში წამყვანი. ერთ-ერთი შემოიყვანა და დამთავრდება ამით თვითონ დაალაგებს ეგ პრობლემას რა. ეხლა რო ლაპარაკობ, კი არ ფანტაზიორობ. ნალაპარაკები ვართ, ჩამოსულები იყვნენ, ნახეთ და ვიცით რაზეა ლაპარაკი. ვიცით. რამდენადაც ჩვენ ვიცით, British Petroleum-ია აზერბაიჯანში ხო? რამდენადაც ჩვენ ვიცით, არც British Petroleum-ი და არც Chevron-ი წინააღმდეგები ამ ამბის არ არიან. მეტიც. თუ ეს ამბავი მოხდება, Chevron-ი არის მზად იყიდოს მთელი რესურსი. ეხლა რადგან ავტობზე გადავედით და ენერგომატარებლებზე სანამ ავტობზე გადავალ თუ შეიძლება ეს ულტიმატუმის ამბავი დავასრულოთ. ეს არის მნიშვნელოვანია. ხო, ესე იგი დამოკიდებულია ირანთან ურთიერთობაზე. ირანი დათანხმდება. ირანი დათანხმდება. თუ გინდათ, აი ახლა პირდაპირ ეთერში ვისაც უნდა ნიძლავს დაუდებრო, ირანი დათანხმდება. ირანთან არ ექნებათ ამ რაც ჩამოვთვალეთ, ამ მოთხოვნებზე მეტი მოთხოვნები არ ექნებათ. აქვს ერთი ეკონომიკური დატვირთვა კიდევ ირანთან ამ ულტიმატუმს, ქვეტექსტი რა. ესე იგი, დასავლეთს უნდა რომ
მოდი ვთქვათ კონკრეტულად ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ინგლისი ახლა ინგლისი რო ყველგან ამერიკა და რუსეთი სულა იყო ინგლისის ახლო აღმოსავლეთი რო ინგლისის იყო და ყველაზე დიდი იმპერია ადამიანური რესურსების თვალსაზრისით თვალსაზრისით 353 მილიონ ადამიანს მართავდა. ხო და ესე იგი ირანის ენერგომატარებლებს იყიდის ჩინეთი. ირანის ენერგომატარებლების იმ რაოდენობასაც იყიდის ჩინეთი. ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს მოუხსნის და ძალიან გაიაფდება პროდუქცია. ანუ ჩინეთი მიიღებს ირანისგან ძალიან იაფად ენერგომატარებლებს, მოღონდ რუსეთისგან აღარ უნდა იყიდოს. თუ 50 დღის განმავლობაში რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. რაღაცა დაიწყო რუსეთმა მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ რა კონდიციამდე მივა ეს ურთიერთობა არ ვიცით. ამით რისი თქმა მინდა, ესე იგი, ერთის მხრივ ირანს, ესა უკრაინას, ერთი მხრივ უკრაინას აწვდიან იარაღს და აძლიერებენ, ანუ რუსეთს უზრდიან ხარჯებს და მეორეს მხრივ რუსეთს შემოსავლებს უმცირებენ, იმით რომ დაუშვათ ჩინეთი აღარ იყიდის ყოველ შემთხვევაში იმ რაოდენობისას, რასაც ყიდულობდა და თან ფასიც იცით ხო $47 ზევით რუსეთის დავთობს აღარავინ აღარ იყიდის. ეს არის იძულებით დაყოლების მეთოდიკა, ესე იგი დასავლეთი ცდილობს რომ როგორმე იქნება რაღაცა უფრო დიდი და უფრო გლობალური პროცესები ომის აიცილოს თავიდან და რუსეთი იძულებული გახადოს დაამთავროს ეს ომი. ჩვენ ხო არ ვიცით რაზეა ლაპარაკი საერთოდ რა ტერიტორია. წარმოდგენა არ მან დავართ რა, არავინ არ იცის დასავლეთი მაგასეონ ახლა რუსეთუმე ტროლბოტები რაღაც სიმართლეს რო იტყვი. თუ რუსეთუმე ტროლბოტების სათავისოთ არ მოეწოდათ, ისინი უზდელობენ თორე ხარ ისი გამლანძღავები არიან ისე. უზდელობა თუ გინდათ და გითხარით და შევხვდეთ და ნახოთ ახალისხითა ვართ უზდელები და თუ ინტელექტუალური დებატები გინდათ მზადა ვართ რა, რაციონალური არგუმენტებით, პრობლემა არ არის. მოკლედ რუსეთისაგან ისიც კი ვერ გაიგეს რა ტერიტორიები უნდა ჯერჯერობით ვერ გაიგეს და რა პირობებით შეიძლება ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს დროებით მაინც. მაქსიმალურად ხელს უწყობს დასავლეთი ხა ერთის მხრივ ავიღოთ დასასვენებლად კი არ წავიდა და 50 დღე ულტიმატუმი ტყუილად კი არ მიცა. ბოლო შანსი მიცა აი ამ 50 დღეში თუ რამე შეძლებ კიდე და წაიღებ მერე დავდე და დავილაპარაკეთ ხო. აი ეს ხოთა შორის ეს ჯეიდი ვენსმაც თქვა თავის დროზე ხა ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა და განვაგრძოთ საუბარი ამ თემაზე და გველოდეთ ჩვენ მალე დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან ზაალ კაცრილიშვილთან ერთად. ბატონო ზაალ, მეც იმთავით შეშთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ მის ეს ავადა რუსეთს, ის რაც კონსტიტუციით აქვს შეერთებული უკვე რუსეთისთვის, ეს ტერიტორიები დაიკავოს de facto, თუნდა იმიტომ რომ იმ ტერიტორიას, რომელიც არ დაუკავებია, მას უბრალოდ ვერ მიაკუთვნებენ, მაგრამ მარტო ტერიტორიების მიკუთვნება არ უნდა იყოს ალბათ ამბავი, ხო? კიდევ რა ესთვის მიეცა ეს 50 დღიანი ვადა რუსეთის ფედერაციას? ყველაფერთვის მიეცა ეს ვადა. შიგნით დასალაგებლად ვითარების. ეხლა ეკონომიური მე როგორც არ უნდა ამტკიცოს ექსპერტებმა რუსეთუ მიგნებათ პროდასავლურებმა რომ რუსეთი ეკონომიურად კარგად არ არის კარგად მაგის საქმე. ამ 50 დღიანი ულტიმატუმის გავლის შემდეგ ეხლა კიდევ 70 გემი დაუყადაღეს. სულ ჯამში სულ 400 თვითების გადამზიდავი. მოკლედ შემოსავლები უმცირდება და უმცირდება და უმცირდება. ეხლა თუ ის სანქციები დაადეს, რა სანქციებსაც უპირებენ, სავარაუდოდ მე თავს ვერ დავდებ, რომ ეგრე იქნება. უბრალოდ ჩემ კოლეგებთან საუბრის შემდეგ საშუალოდ ესეთი დასკვნები გავაკეთეთ. ისინიც მაგ აზრზე არიან, რომ შეიძლება ისეთი ინფლაცია იყოს რუსეთში, რომ $1 ეხლა ხო 100 ეს არის რუბლია, ზოგი 120, 700-მდე ავიდეს და
ესეთი ეკონომიკური კოლაფსი დასავლეთსაც არ აწყობს. ჩვენმა რუსეთუმეებმა ვერ გაიგეს ერთი რამ, ისევე როგორც ჩვენმა პროდასავლურებმა, რომ დასავლეთს დაშლილი რუსეთი არ უნდა და არც დაშლიან. გამორიცხული ამბავი თავის დროზე რუსეთი შექმნა ინგლისის იმპერიამ რაღაცა ვიღაცეებისგან თავის დასაცავად იგივე ფუნქცია თვითონ ვერ იპოვეს თავი რუსებმა ფუნქცია ასე იგი პეტრე პირველმა აპოვნინა რუსებს ფუნქცია შესძინა და სტალინმა არც მანამდე და არც მერე ეს იყო ქვეყანა რომელსაც ფუნქცია არ ქონია და მეც გეტყვით კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ქართველებს რო წვლილი აქვს შეტანილი, იმის მეათედი არა აქვს შეტანილი და თუ ვინმეს ეჭვეპარება შემიძლია ჩამოუთვალო, რომ კაცობრიობას რკინა მივეცით, კაცობრიობას ოქრო მივეცით, კაცობრიობას თაფლი მივეცით, ხორბალი მივეცით, ღვინო მივეცით, არ გავაგრძელებ ცეკვაზე, მუსიკაზე და კულტურაზე ლაპარაკიზად მეტია. ეხლა როგორც ჩანს ბოლომდე არ იმეტებენ. ბოლომდე არ იმეტებენ. ეხლა ეს შეიძლება ორი მიმართულებით განვიხილოთ. არ იმეტებენ, იმიტომ რომ ელოდებიან რომ გონს მოვა და მაინც პარტნიორად მოიაზრებს დასავლეთი რუსეთს. პროვოკაციულ კითხვას დავსვამ. რას ნიშნავს გონს მოვა, რომ ეტყვის აი რუსული რესურსები და იშოვეთ ფული რუსეთის რესურსები. არა, ომს დავამთავრებ. და ჯერ კიდევ ბაიდენის დროს ჰქონდა შეთავაზება რა დასავლეთს ხომ ჩინეთზეც უნდა გითხრათ ჩინეთმა ევროკავშირთან ისეთი კარგი ხელშეკრულება გააფორმა ისეთი კარგი ხელშეკრულება რომ ჩანს რომ ჩინეთიც ესე იგი კმაყოფილია ამერიკელებთან მოლაპარაკების შემდეგ და ესე იგი 300 მილიარდიანი ბრუნვა ქონია ევროპასთან ჩინეთს. კი, მე ვიცოდი 500, ხო, ეხლა 300 ქონია და ეხლა 500-ზე შეტახდნენ თუ ცოტა უფრო მეტზე. ეს არის ავანსი ჩინეთისთვის, რომ დაუშვათ თუ რუსეთს არ ჩაეხსნება, მოდი პირდაპირ ვთქვა, ცუდი გაგებით კი არ გაწირავს, მაგრამ აღარ დაეხმარება დაუშვათ იმით, რითიც ეხმარებოდა დასავლეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, ევროპასთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, ავტომატურად გაუმჯობესდება ამერიკასთანაც. ახლა ევროპასთან და ამერიკასთან თვალსები 2 მილიარდამდე ბრუნვა აქვს ჩინეთს და ახლა რატო დაკარგავს მაგას ამის გულისთვის? ამას გზა ხო ჭირდება. არა, მაგას ვამბობ. ჩინეთისთვის ზანგეზურის კორიდორით დასავლეთში გატანილი ნებისმიერი პროდუქცია გაძვირებული პროდუქცია, გრძელი მანძილია, ხარჯია. ყველაზე მოკლე გზა არის ჩვენი. ეხლა მეორე საკითხია, რამდენად ჩაერევიან თვითონ ეს აღმოსავლური ქვეყნები ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში, იმისთვის რომ გაძლიერდეს ეს თვითდაკადებია. როგორც მინიმუმი 10-ჯერ გაიზრდება ესეთი წარმოდგენები. თემიდან თემაზე დავხვდუნავ, იმიტომ რომ არ მინდა რაღაცა გამოგრჩეს. მოკლედ, დასავლეთმა შეთავაზებები გაუკეთა ირანს და ირანი თანახმა, ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგი არ არის. დასავლეთმა გაუკეთა შეთავაზებები ჩინეთს და ჩინეთი წინააღმდეგი არის. ჩვენ რატო არ ვთავაზობს არაფერს? მხოლოდ მუშტებს გვიღებენ. არა, ეს ჩვენ უნდა მოგცეს და როგორ გითხრათ რა, ფოლის დონეზე ვყავართ. აი მოდი ახლა დავანებოთ პოლიტიკას თავი. წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკა და ინგლისი ვზივართ აქ. კი ბატონო. რა უნდა შევთავაზოთ ამ სიტუაციაში საქართველოს, სანამ ომი არ არის დამთავრებული უკრაინაში და სანამ გარკვეული არ აქვს აღმოსავლეთ დასავლეთ დერეფანში მთავარი მოთამაშეების ფუნქცია. მე მაგალითად დავკმაყოფილდებოდი იმითაც, თუ საქართველო არ გააკეთებდა მკაფიო მოძრაობებს, არც ერთ დამთავრდა ამბავი. თითებსაც გიქნევენ, მუშტებსაც გიქნევენ, ყურსაც გიწევენ, მაგრამ არ დაუშვებენ ომს. პირდაპირ გეუბნებით რა. ამას რატო მე მესმის, იმიტომ რომ ეს მთლიანად მთელი მათი გეგმები ირევა, აქ რო დესტაბილიზაცია იყოს, იმიტომ რომ რეგიონს სასწაული ემართება. აქ კი არა მარტო, კავკასიაში თუ ცეცხლი აინთო დამთავრებული ამბავია. აქედან ანუ კავკასიას გადაედება მეთქი მთლიანად და ამასო. როგორ ბოდიში არ დაევიწყო, როგორც კი დაიძაბა ვითარება პუტინსა და იმას ალიევ შორის თუ გახსოვს. პირველი
ისლამური ქვეყნის ლიდერები ჩაფრიდნენ ალიევთან და ის კი არ უთხრეს რომ მიდი შეუტიო, გეყოფათო დაწყდარდით ეხა. ვის აწყობს კავკასიაში? არავის არ აწყობს. მეც გეტყვით კიდე, რა წით არ მიყვარს ტაქსეული კაცია და არ მინდა ციხლი დავაჭირო, თავის არჩევნის გამოა სადაც არის, მაგრამ მიშა რომ მიშას გამოშვება რომ უნდათ გამოუშვებთ. რა თქმა არ უნდათ. არ უნდა დამთავრებული ამბავია, როგორმე უნდათ რომ გადააგორონ, ეხლა ახალი თაობა გაიზრდება, რომელიც გაიზარდა უკვე და წამოვა შემდგომში ხა ამ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. მე ალბათ იქნება მე მგონი, არ ვიცი. адам შეიძლება ადამიანის საპარლამენტო არჩევნები იყოს. არჩევნებამდე ეს საკითხი მოვიხილოთ თუ შეიძლება. და მაშინ აბა რას ემსახურება ეს ულტიმატუმები? რატომ გვაშინებენ? არ გვაშინებენ. სიმტკიცეზე გვამოწმენ. არა, ჩარჩოებში ქსვავენ. ჩარჩოებში ქსვავენ. გეუბნებიან, არის საერთო წესრიგი. ეხლა ჩვენ პირობითად ვამბობ. სოფლიო ჩემპიონატზე ან ევროპის ჩემპიონატ. კი ბატონო, მე მესმის ასეც სპორტში რო გავდივართ. კი ბატონო, ჩვენი წესები. გეუბნებიან, საერთაშორისო წესი, რატო არის საერთაშორისო წესი? მისაღები, თქვათ, უცებ აღმოჩნდება, რომ არ მერგება მე საქართველოს რო ვარ, მაგრამ ერგება აზერბაიჯანს და ერგება სომხეთს. არ მითხრათ ახლა რომ პაშინიანი არის დიდი პოლიტიკოსი. არა, ჩემო კარგი, მაგაზე ბაშინ პირდაპირ ხა ქვეტექსტებით ლაპარაკს დავანებე უკვე. პირდაპირ ვილაპარაკებთ რა. მეც პირდაპირ სამკითხვა. ეხლა მარტივად ვამბობ. რომელი ქართველი პოლიტიკოსი შევარდნაძიდან დაწყებული მიშათი დამთავრებული ვიდრე დღემდე. რომელი ქართველი პოლიტიკოსია, რომელი ქართული პოლიტიკური ჯგუფი იყო ევროპაში ჩასული და დამეგობრებული ქრისტიან დემოკრატებს, სახალხოებთან რო მეგობრობა ქრისტიან დემოკრატებს. ეს მეც მიგვირს. ქრისტიან ევროპელი ქრისტიან დემოკრატები ამბობენ, რომ ხალი არის ხალი, კაცი არის კაცი. და შენ ჩადიხარ სახალხოელთან, რომელიც გეუბნება, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის თავარი, ხო, თავარია თვითონ აირჩიოს. ხო, ანუ უფალმა რო ყვირი ვარ და ყვირი ვარ. ხო, ნუ ეხლა ეს ერთი, მეორე საკითხი. 8 პუნქტი ხო წამოგვიყენეს. კი. რამოდენიმეჯერა მაქვს ხო ნათქვამი ეხლა ამ თემაზე, მაგრამ კიდე გავიმეორებ. საკუთარი ტელევიზიებიდან ჩვენი ხელისუფლების ლიდერები კი არ უნდა ჭორაობის დონეზე კი არ უნდა აკრიტიკებდნენ. უნდა ახვიდე, ჩაჯდე თვითმფრინავში, ჩაფრენდე, იმ სხდომაზე გამოხვიდე და იქ უნდა დასვა კონკრეტულად კითხვები. მე ვარ მორალის მომხრე, მე მინდა ოჯახი. ქალი არის ჩემთვის ქალი, კაცი არის ჩემთვის კაცი. მაჩვენეთ საერთაშორისო სამართლის ერთი ნორმა, რომელიც მე ამ უფლებას მართმევს. ან თუნდაც ეს არასრულწლოვნებთან რატომ უნდა იყოს პროპაგანდა? არანაირი პროპაგანდას არ გავიგე, მაგრამ ამათ ეგ ყველაფერი ჭირდებათ წინასა არჩევნოთ. იქ სალაპარაკოთ და მაგაზე იმათ რაში ჭირდება? აი ზუსტად აი ევროკავშირში ჩქმეტავენ. პერი და აგური უკბინოს ასეთი ისენი მგონი ვართ შამსილები რომ კაი საჭმელები ჩვენ ხო არ გვავიწყდება რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის დაბსა და დაშლამდე რუსებს გვეძახდნენ ხო არ გვავიწყდება ეგ ეხლა ისინი ჩვენ გვიყურებენ ისტორიისათვის 30 და 35 წელი არაფერი არ არის ისინი ეხლა ჩვენ გვიყურებენ პოსტსაბჭოურ სივრცეთ ეს მათი პრობლემა ხო და კიდევ მეორე ადგილზე უნდა ჩახვიდე იქ უნდა იდაო, იქ უნდა იკამათო. აი ტრამპი გვიშველის თუ დაამარცხა Deep State-ი გვეშველება, სულ არ მაინტერესებს ტრამპი დაამარცხებს Deep State-ს თუ არ დაამარცხებს ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს საკუთრებაში. საერთაშორისო სამართლით ყველა უფლება გვაქვს. ყველა ნორმა საჩვენოთ არის. რატო არ ვიყენებთ იმის არ იყოს? არ მინდა გადახვდე. ცხინვალის ავტონომიის გაუქმებაზე. დოკუმენტები არსებობს, ჩაიტანე ეს დოკუმენტები და შეიტანე სტრასბურგის სასამართლოში, რომ უკანონოდ შეიქმნა 1922 წელს. აღას თოფის როლა უნდა ამას, აღარ კი ეხლა იქ და ელცინთან ყაზბეგის შეთანხმებაში იქ ხო? კი ბატონო. მე რას ვამბობ მაგით? ანუ რაც საჩვენოთ არის, ის რაც ჩვენ იურიდიულად გვაძლიერებს ჩვენ რაც საშუალებას გვაძლევს იმისას რომ იურიდიულად გამართულები ვიყოთ საერთაშორისო სამართლის წინაშე ამეებს არ ვიყენებთ მით უმეტეს რომ მიიღო კანონი
ეხლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენსკენ მობრუნდა და ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ, ეხლა ძალიან კარგი მოვლენა. ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში ხომ ამ ხო, იგივე წვრთნებს ატარებს თურქებთან ერთად. ორივე. ანუ იმის თქმა, ამით ეს არის დემონსტრირება შესაძლებლობების, რომ მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ეს არის რეგიონი განსაკუთრებული, რომელიც ჩემთვის მინდაო. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის. ეს გოგო ჩემთვის უნდა ეხა მაგას არა აქვს და ტერიტორიები არ წაურთმევია ჩვენთვის და არა, ცუდად არ მიჩვენს ეს. ხო, ანუ არ შეეხოთ ამ რეგიონს. თუმცა ბაძალ ეხა მე გავიხსენებ კიდე ერთ რამეს ყველა რისკი რო გავთვალოთ 2008 წლის ომამდე, როდესაც ბუში ჩამოვიდა საქართველოში და მცირე ხნის შემდეგ აი ამ ჩვენ ცენტრალურ მაგისტრალზე, რომლის სიახლოვეს რუსეთის ბაზაა ცხინვალის რეგიონში განთავსებული ოკუპაციის შემდეგ ჩაერეს ამერიკულმა ტანგებმა და ამ შედეგად მოყვა 2008 წლის ომი. მე იმიტომ დავსვი ეს კითხვა, როდესაც ჩვენ აი ულტიმატუმების დონეზე გვაყენებენ, აი ამ მაღალ დონეზე, ხო, საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტის და მაშინ როდესაც ჩვენ არ გვაქვს ზეგავლენა, ჩვენ ვერ ვწყოთ, ეხლა რამდენიც მე სამყაროს ჩიპი არ უნდა მეგონოს ჩემი თავი და ჩემი ქვეყანა. ობიექტურად ჩვენზე არ გადის. არ შეგვიძლია. ხო, აი ჩვენ სიტყვაზე არ არის ეს დამოკიდებული. თუ ეს დამოკიდებულია, რას როგორ მოიქცევა, როგორ მოელაპარაკებენ რუსეთს, როგორ მოელაპარაკებენ ირანს, ჩვენ რატო ჩაგვსვეს? ჩვენ კი არ ჩაგვსვეს. ჩვენზე რა არის დამოკიდებული? მეუბნება ეს ჩვენ კი არ ჩაგვსვეს. ჩვენ რადგან ვართ პატარები, რადგან ვართ ცოტა, რადგან ვართ ამბიციურები და რადგან იული სამართავი არ არის ეს ქვეყანა 140 მილიონიანი ხა 140 აღარ არის, მაგრამ 140 მილიონიანი რუსეთის მართვა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე 4 მილიონიანი საქართველოსი. აქ ყველა გენიოსია. ყველა პირველია. ესე იგი აქ 1000 კაცი აზროვნებს და ერთს ავალებენ შესასრულებლად რა. ხო და ჩვენ ესე იგი ვინაიდან ჩვენ შეიძლება ჩვენი ემოციური გადაწყვეტილებების გამო საბედისწერო შეცდომები დაუშვათ და მე ისევ მათი ჩასარევი და დასალაგებელი იყოს სიტუაცია ჩვენ აქ ესე იგი თავის საქმეს ალაგებენ, მაგრამ ის იმ კონდიციამდე მიყავთ, რომ მოკლედ სავაჭროთ არის რა პუნქტები წამოწეული. მე მესვით, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვივაჭროთ? ამას ვერ ვიგებ მე. ჩვენ რა უნდა ვივაჭროთ და თუ არიციან მე ვასწავლი რა უნდა ვივაჭროთ. რა სავაჭროს მეტი რა არის? ჩემი ტერიტორია, ჩემი ისტორია, ჩემი დამსახურება, ჩემი ტრადიცია და ჩემი კონსერვატიული ხედვები მაქვს მე. მე გავითვალისწინებ შენ აზრს და ძალიან დიდ პატივს აქცემ და არც არასდროს ქუჩებში არავის არ უდევნია აქ LGBT ტიპებისთვის და ცემატყეპა არ ყოფილა. მაგრამ არც სკოლაში პროპაგანდას არ დაუშვებ. ჩემო ბატონო და ვერც ქორწინებებს ვერ დაუშვებ. კეთილინებე და ამას შეეგუე. ვიღაცა ცოტასი ჯუჯღუნებს, ვიღაცა იქ ცოტასი ვიღაცა იქმაყოფილი იქნება, ვიღაცა უკმაყოფილი, ვიღაცას კერძო ინტერესი აქვს, მაგრამ ბოლოს ყველაფერს გადაწონის მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის. ანუ ჩვენ ეხლა ვართ აქტიური ტრენინგის პროცესში. ჩვენ აქტიური ასე დამუშა როგორ ზუსტი განმარტება მინდა ვთქვა რა. Проверяют на прочность. Სიმტკიცეზე, ხო, სიმტკიცეზე. იმიტომ რომ ფსონი უნდა დაიდოს მე. ესე მარტივად ხო არ არის? რახან კარტებს ხსნით? მარტივად რო ვთქვა. რა სიმტკიცეზე? რომ აი რის სიმტკიცეს, რომ რაც ჩამოთვალეთ, როდისმე რომელიმე გავლენიანი ძალის ან გავლენიანი ქვეყნის გავლენის დიდი ქვეყნის გავლენის ქვეშ ან სანამ როდემდე შევინარჩუნებთ აი ამ შევინარჩუნებთ თუ არა საერთოდ ჩვენ ახლა 92 წლიდან უყურე 1991 წელს საქართველოს მოსახლეობის 87%-მა ერთ პრეზიდენტს მისცა. კი ბატონო.
9 თვის მერე რადიკალურად განსხვავებულ მაშინ დაჭდნენ სერიოზული მნათი თავები და თქვენს რომ ეს ემოციური ხალხია და ამათ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ ემოციის დონეზე რომ თავის დაიღუპონ და ჩვენს დაგუპონ რეგიონს გულისხმობ. მესმის. ეხლა მით უმეტეს როცა მთელ ჩრდილო კავკასიაში მთელი ჩრდილო კავკასია ცვლილებების ბოლო დინშია. ეხლა როცა უკვე დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთა გადმოკვეთა არ მესია მონას ხოთაშორის. მაგაზე აქა გვაქვს ზუსტად მე მგონი თქვენთან განცხადება გაკეთებული. კი, რო იქნებოდა ეს. ხო, იქნებოდა ეგ ამბავი და თუ გაბედეს და აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო დაყოფებიდან გაისროლეს უკრაინის მხარეს, მე დაარტყავენ აუცილებლად. ხო. პირველად განხორციელდა 2-3 დღის წინ. მაგაში გეთანხმებით, მაგრამ აი თვითონ ამათ რო არაფერი მოძრაობა არ ყოფილა, de facto აფხაზეთის ტერიტორიიდან და დრონები ეს არ მესიამოვნა. გასაგებია რომ არ მესიამოვნა ჩემო კარგო და რა სოჩს და ადლერს დაარტყეს და სხუბს ვერ დაარტყავდნენ? არა, მე იმას კი რომ რატო შენიანად დაარტყეს. მოიაზრებენ და არ გიბომბავენ, მაინც იციან რომ ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება შენი. ცოტა ისე სხვანაირად არა, ამიტომაც ანუ ის არ მესიამოვნა და მომეწონა რომ არ მესიამოვნა ემოციურ დონეზე გამკრა რომ არ მესიამოვნა. მე ველოდებოდი რომ თუ დაარტყეს მეთქი აი რაღაცა არ მესიამ წავიდოდა ლტოლვილები და ისე ზოგი გაიქცეოდა რუსეთში ზოგია გადვა ისე რუსეთში არ უნდა ღმერთმა დაიფაროს მაგრამ აფხაზები რუსეთში არ უნდა გაიქცენ დევნილებად ჩვენ აქა ვართ ჩვენ ოჯახებში იცო ჩვენები ხართ ჩვენ ოჯახებში იცხოვრებთ ღმერთმა დაიფაროს არ მოხდება ეგ იმიტომ რომ არც ხინვალს და ჩრდილო ოსეთს და მოზდოგს დაარტყეს სამხედრო ბაზას და ვლადიკავკაზის მიდავა. არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს არ შეეხენ. სამხრეთ ოსეთს არა, ცხინვალის რეგიონი. სამხრეთ ოსეთი ჩემ აი ლახვარივით მესობა გულში. კი, ცხინვალის რეგიონს არ დაარტყეს. ანუ ეს არის მესიჯი ჩვენთვის, რომ ეს თქვენია. და არ ვეხებით. თქვენი მოსაგვარებელი პრობლემაა და ეს პრობლემა მოგვარდება ძალიან მალე. დიახ, ბატონზალ, აი 3 წუთი დაგვრჩა პრინციპში გვეყოფა ეს კითხვა მინდა დავსვა, როდესაც ზანგეზურის დერეფანში და არ ვიცი ხა ის მემორანდუმი ნამდვილი არ არის, ნამდვილი ნახავთ, ხო? თქვენ შევიდა ამერიკული გასამხედროებული კომპანია, აქ არაფერი არ არის ისეთი განსაკუთრებული, იმიტომ რომ BIP-ისაც ყავს გასამხედრო ნაწილი, იმიტომ ამას ჭირდება დაცვა ამდენად გასამხედროებული ნაწილი არაფერს ეს მაყურებლის და მსმენელისთვის მინდა განმარტო და security დაცვა და ეს გასამხედროებული ნაწილი ეს არ ნიშნავს იმას რომ რაკეტები განლაგდება, ტანკები განლაგდება და ასე ეს ჩვეულებრივი სამუშაო გააცილებენ იმიტომ რომ არ მოხდა ტერაქტები არ მოხდა. ეს სამუშაო მდგომარეობა არაფერი აქ ისეთი არ არის რა საგანგაშო და ასე შემდეგ ნორმალური მდგომარეობაა. მაშინ რუსეთმა რატომ უნდა დათმოს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ბაზები? მანდა ხა უყურეთ რა თავი და თავი უკავშირდება ყველაფერი უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს. თავიდან ხელებს იფშვნეტავდნენ პრორუსები რომ ერთ კვირაში აიღებს უკრაინას, მერე ერთ თვეში აიღებს საქართველოს და მოლდავეთს, მერე აიღებს ყაზახეთს და პოსტსაბჭოურ სივრცეს დაიბრუნებს. ეს მითი დაინგრა. ეხლა ლაპარაკია იმაზე რუსეთი ამ მდგომარეობიდან ისევ დასავლეთის დახმარებით, არა ევროპის, ინგლისის და ამერიკის. ანგლოსაქსების. ხო, ნუ რუსეთი რავის შექმნილია. არა, ცუდი გაგებთ არ მithქვამთ, დავაკონკრეტე. ის პეტრე პირველიც ვინ დააფინანსა და რეფორმები ვინ ჩაატარებინა, ხო? დიახ, ანუ აი რატომ უნდა გაიყვანოს მაშინ? თუ პირიქით უნდა მაგას ვამბობ. რა პირობებზე დაამთავრებს ომს უკრაინასთან? აი იმის და მიხედვით მერე დაიწყება დიალოგი. თუ ყირიმი ჩვენი აზრით თუ ყირიმი დაუტოვეს რუსეთს, მაშინ აღარ ჭირდება აფხაზეთში სამხედრო ნაწილების ყოფნა. ხო, იმიტომ რომ ზურგს უკვე ამაგრებს ჩრდილო კავკასიას ყირიმიდან. კი ბატონო. დიახ. ასე რომ ყველაფერი დამოკიდებულია ახლა იმაზე, როგორ ჭკვიანურად მოვიქცევით, როგორ წესიერად მოვიქცევით. ზედმეტ მოძრაობებს არ გავაკეთებთ. ზედმეტი მოძრაობები ახლა არავინ იფიქროს რომ ვინმე სიფრთხილე შიში არ არის. თუ გინდა ვიეჭხუბოთ, ვიომოთ, პრობლემა არ არის. შედეგზე ვერ გავალთ თორე. იმიტომ რომ არავის შეთვის არ ძალია რა. ხო ნახეთ რა, ალიევი რო ალიევია და მსოფლიოს რაღაც რამოდენიმე ათეულ ქვეყანაში რომ მაგის შედერგო მატარებლები გადის, როგორც კი
როგორც კი ასე მუშტი მოუღირა და რაღაცა იმას ქნა რუსეთს, იმ წუთში პირველად მუსულმანური ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ და უთხრეს და რეგიონს უფრთხილდება ყველა ამ რეგიონს და ჩვენც გაუფრთხილდეთ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უფრო უნდა იმათ ტერიტორიაზე იაქტიურონ. იმათ ჩვენი სადაც ვიცით ყველაფერი რასაც ამბობენ. იმათ მინდორზე უნდა ჩახვიდე. შენი ტელევიზიიდან, შენი ქვეყნიდან რო გამოდიხარ და ის ცუდია, იმის ქმარი რა ჭორაობის დონეზე, იმის ქმარი ფულშოულობდა, იმის ცოლიკაცია. და ყველაფერს სიმართლეს ამბობენ. გავიგე, ჩემო კარგო, მაგრამ ჩადი და იქ უთხარი. კი ბატონო. ჩადი და იქ უთხარი და შენ უთხარი რომ მე ამ 8 პუნქტიდან ამას არ შევასრულე. კი ბატონო. ამიტომ არგუმენტირებულად რა არ არის როგორ გითხრათ, ცუდი ტონი, კამათი დასავლეთში არ არის. კი ბატონო. ბაბზალ, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გაცემის პირველი ნაწილი ამოიწურა. ჩვენ მცირე ხნით რეკლამის გამო გემშვიდობები, დაგიბრუნდებით მალე მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ.